93 გვერდი. 93 გვერდი. განსაზღვრეთ კონდენსატორის ელექტროტევადობა თუ მის შემონაფენებზე დაგროვილი მუხტის 150 ნანოკულონით შეცვლისას ძაბვა კონდენსატორზე 300 ვოლტიდან 900 ვოლტამდე გაიზარდა. ისე მოცემულია, რომ დელტა Q არის 150 ნანოკულონი, ისე მუხტის ცვლილება და ძაბვა U1 არის 300 ვოლტი, U2 არის 900 ვოლტი. უნდა განსაზღვროთ კონდენსატორის ელექტროტევადობა. ტევადობა, როგორც ვიცით, ეს არის მუხტის შეფარდება ძაბვასთან, ერთ-ერთ შემონაფენზე არსებული მუხტის აბსოლუტური მნიშვნელობის შეფარდება ძაბვასთან და ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ Q პირველი ეს არის C U პირველი, ხოლო Q მეორე არის C U2. რომ გამოვაკლოთ Q2-ს Q1, გვექნება C U2 minus U1. ეს Q2 minus Q1 ეს არის დელტა Q, არის C U2 minus U1. აქედან C იქნება დელტა Q შეფარდებული U2 minus U1. აქ უბრალოდ ნანოკულონები უნდა გადავიყვანოთ კულონებში. ესე იგი დელტა Q არის 150 ნანოკულონი, ეს არის 150 10 minus მე-9 ხარისხად კულონი. მეორე ამოცანა. შეიცვლება თუ არა კონდენსატორის ელექტროტევადობა თუ შემონაფენებს შორის ძაბვას გავანახევრებთ. ესე იგი, კონდენსატორის ელექტროტევადობა C არის გეომეტრიული მახასიათებელი და გარდა ამისა დამოკიდებულია იმაზე, რა დიელექტრიკური შეღწევადობის დიელექტრიკი არის შიგნით მოთავსებული. ის არავითარ შემთხვევაში არც მუხტზე, არც ძაბვაზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ არ შეიცვლება. მესამე. განსაზღვრეთ ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორის ელექტროტევადობა თუ მის ფირფიტებს შორის მანძილი 6 მმ-ია, ფირფიტების ფართობი კი 120 სმ²-ია. ბრტყელი კონდენსატორი, ჩავწეროთ, ესე იგი, ფართობი არის 120 სმ², ეს არის 120 10 minus 4 მეტრ². ფირფიტებს შორის მანძილი D არის 6 მმ, ანუ 0.006 მეტრია. ხოდა განსაზღვროთ ელექტროტევადობა ბრტყელი კონდენსატორის. ბრტყელი კონდენსატორის ელექტროტევადობის ფორმულა არის ეგეთი: ε0 ε შეფარდებული D-სთან. ჩვენ შემთხვევაში ეს ვაკუუმიანი კონდენსატორი არის, ε1 არის, ამიტომ C გამოითვლება ფორმულით ε0 S შეფარდებული D-სთან. მეოთხე ამოცანა. როგორ შეიცვლება ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორის ელექტროტევადობა თუ ფირფიტებს შორის სივრცეს ქარსით შევავსებთ და მათ შორის მანძილს ორჯერ გავზდით. ესე იგი, მოცემულია, რომ D2 არის 2D1 და ε2 არის ε ქარსის. ხოლო ε1 არის 1 სტოლი. როგორ შეიცვლება ელექტროტევადობა? C2-ის C1-თან შეფარდებას გვეკითხებიან. C1 არის ε0 S შეფარდებული D1-ზე, C2 არის ε0 ε ქარსის S შეფარდებული D2-ზე. რომ გავყოთ C2 C1-ზე, გვექნება ε0 ε ქარსის S D2 ε0 S D1-ზე. ε0 S-ები გაიკვეცება, გვექნება ε ქარსის D1 D2-ზე.
ნუ D2 არის 2D1-ის ტოლი, ესე იგი epsilon გარსის D1 ორჯერ D1, D1-ები გაიკვეცება, გვექნება epsilon გარსის შეფარდებული 2-თან. ეს არის პასუხი. ნუ მეხუთე ამოცანა. 350 ვოლტი ძაბვის წყაროზე მიერთებისას ტყელ კონდენსატორზე 105 ნანოკულონი მუხტი დაგროვდა. რა მუხტი დაგროვდება ამავე კონდენსატორზე, თუ მას 400 ვოლტი ძაბვის წყაროს მივუერთებ და ფირფიტებს შორის მანძილს 3-ჯერ შევამცირებთ. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი Q პირველი არის 105 ნანოკულონი, U პირველი არის 350 ვოლტი, U მეორე არის 400 ვოლტი და D2 არის D პირველის მესამედი. აქაც გთხოვენ C2-ის C1-თან შეფარდებას. ნუ ჩავწეროთ ესე იგი რომ C არის ზოგადად Q შეფარდებული U-ზე, ხო? ეხლა Q პირველი არის C პირველი U პირველზე. ნუ C პირველისათვის ჩავწეროთ რომ ეს არის epsilon 0 epsilon S შეფარდებული D პირველი U პირველზე. Q მეორე იქნება C2 U2. ესე იგი epsilon 0 epsilon S D2 U2-ზე. შევაფარდოთ ახლა აქ მგონი მუხტის რა მუხტი დაგროვდება უფრო სწორად, ესე იგი Q2-ის Q1-თან შეფარდებას გვეკითხებიან. ნუ გავყოთ Q2 Q პირველზე, გვექნება epsilon 0 epsilon S D2 U2, epsilon 0 epsilon S D1 U1. ესენი გაიკვეცება, გვექნება D1 D2-ზე U2 U1-ზე. ნუ ჩვენ გვითხრეს რომ D2 არის D1-ის მესამედი. აგერ გავაგრძელოთ D1 D1-ის მესამედი ესამიანი ზევითავა, ხო? U2 U1-ზე. ეს D1-ები გაიკვეცება და გვექნება 3-ჯერ U2 U1-ზე. მუხტის ცვლილება იქნება ესეთნაირი. ესე იგი Q2 იქნება 3-ჯერ U2 U1-ზე გამრავლებული Q1-ზე. ესე არის პასუხი. მეექვსე ამოცანა. დამუხტული ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორის ფირფიტებს შორის სივრცე შეავსეს დიელექტრიკით, რის გამოც ფირფიტებს შორის ძაბვა 800 ვოლტიდან 200 ვოლტამდე შემცირდა. განსაზღვრეთ ფირფიტებს შორის შეტანილი დიელექტრიკის დიელექტრიკური შეღწევადობა. ნუ ჩავწეროთ ესე იგი მოცემულობა ჯერ U პირველი არის 800, U მეორე არის ესე იგი 200. და გვეკითხებიან დიელექტრიკის შეღწევადებას, რომელიც შეიტანეს ფირფიტებს შორის. ესე იგი U ეს არის Q გაყოფილი C-ზე, ესე იგი U პირველი არის Q გაყოფილი C პირველზე. ესე იგი ეს იქნება Q გაყოფილი epsilon 0 S D-ზე. ანდა ეს არის Q D epsilon 0 S-ზე. U მეორე არის Q გაყოფილი C მეორეზე. C მეორეს იგივე მუხტი აქვს, უფრო სწორად მეორე შემთხვევაში კონდენსატორს იგივე მუხტი აქვს, ხოლო შეიცვალა დიელექტრიკური შეღწევადობა epsilon 0 epsilon S შეფარდებული D-ზე. ეს იქნება Q D-ზე epsilon 0 epsilon S-ზე. შევაფარდოთ ერთმანეთზე U1 U2-ზე.
ეგ იქნება QD epsilon 0S QD epsilon 0 epsilon S. ესენი იკვეცება, ესენი გაიკვეცება და ეს მოგცემს ესე იგი epsilons. ასე რომ U2 U1-თან იქნება 1 გაყოფილი epsilon-ზე. ესე იგი epsilon-ი იქნება U1 U2-თან. მეშვიდე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებული ბრტყელი ჰაერიანი კონდენსატორის ფირფიტებს შორის სივრცე შეავსეს დიელექტრიკით, რომლის დიელექტრიკური შეღწევადობა R11. როგორ შეიცვლება კონდენსატორზე დაგროვილი მუხტი. ესე იგი, მუდმივი ძაბვის წყაროსთან არის შეერთებული, ასე რომ ძაბვა იქნება მუდმივი კონდენსატორის ფირფიტებზე. ამიტომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ სიტყვაზე Q პირველი ეს არის CU, Q მეორე იქნება, ესე იგი C 11-ჯერ გაიზრდება, ესე იგი ეს C პირველი U, C მეორე არის 11-ჯერ C პირველი. ამიტომ იქნება 11-ჯერ C პირველი იგივე U-ზე. Q2 რო გავყოთ Q პირველზე, გამოგვივა 11 მუხტი, ესა 11-ჯერ გაიზრდება. მერვე ამოცანა. მუდმივი ძაბვის წყაროსთან მიერთებული ბრტყელი კონდენსატორის ფირფიტებს შორის სივრცე შეავსეს დიელექტრიკით, რომლის დიელექტრიკული შეღწევადობა 1-ზე მეტია. დაასაბუთეთ, რომ ველის დაძაბულობა კონდენსატორის ფირფიტებს შორის არ შეიცვლება. საქმე ის არის, როდესაც კონდენსატორი შეერთებულია მუდმივი ძაბვის წყაროსთან, ესე იგი U არის კონსტანტა. და რადგან ძაბვა მუდმივი არის, ესე იგი ძაბვა არ იცვლება, დაძაბულობასა და ძაბვას შორის ერთგვაროვან ველში კავშირი ესეთი არის. რადგან D-ც არ შეიცვალა, არც U არ შეიცვალა, ამიტომ ესე იგი E იქნება კონსტანტა. შინაარსობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ მართალია ეგ დიელექტრიკი არის მოთავსებული, მაგრამ სინამდვილეში ახლა ესე იგი მეტი მუხტი დაგროვდება და ეს დააკომპენსირებს ესე იგი იმ დიელექტრიკულ შეღწევადობას და ამიტომაც ველი არ შეიცვლება. მეცხრე ამოცანა. განსაზღვრეთ 12 ნანოფარადი ელექტროტევადობის ბრტყელი კონდენსატორის მუხტი, თუ ფირფიტებს შორის მანძილი 5 მმ-ია, ხოლო ელექტრული ველის დაძაბულობის მოდული 2500 ვოლტი მეტრზე. ესე იგი ტევადობა არის 12 ნანოფარადა. ესე იგი 12 10-9 ხარისხად ფარადა. ესე იგი ფირფიტებს შორის მანძილი D არის 5 მმ. და ელექტრული ველის დაძაბულობა E არის 2500 ვოლტი შეფარდებული მეტრზე. უნდა დავთვალოთ რისი ტოლი არის მუხტი, რა მუხტი დაგროვდება. ესე იგი Q არის C გამრავლებული U-ზე, U არის E გამრავლებული D-ზე ერთგვაროვანი ველისათვის, ამიტომ Q იქნება ეს C გამრავლებული E-ზე და გამრავლებული D-ზე. მართალია ეს მეტრებში უნდა გადავიყვანოთ, ეს 5 მმ 0.005 მეტრი. და მეათე ამოცანა. შევეცდები აქ დავტიო. 10 სანტიმეტრი გვერდის მქონე კვადრატული ფირფიტისგან დამზადებული ბრტყელი კონდენსატორის ელექტროტევადობა არის 200 პიკოფარადი. ესე იგი კვადრატული ფორმის არის, არის 10 სანტიმეტრი გვერდის სიგრძე და ელექტროტევადობა არის ესე იგი 200 პიკოფარადა. ესე იგი ეს არის 200 10-12 ხარისხად ფარადა. რისი ტოლი გახდება კონდენსატორის ტევადობა, თუ ფირფიტებს ერთმანეთის პარალელურად კვადრატის გვერდის გასწვრივ 2 სანტიმეტრით წავანაცვლებთ. ესე იგი დელტა L არის ესე იგი 2 სანტიმეტრი. ეხლა ნახეთ რა შეესაქმე.
აი თქვათ ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის ესე იგი თქვათ აი გვერდხედს ვხატავ. ეს არის კონდენსატორი. ესე იგი მისი ფირფიტებს აქვს ერთნაირი ფართობი, ესე იგი რომლებიც ერთმანეთის გასწვრივ არის განლაგებული. ეხლა თუ ერთ ფირფიტას მეორეს მიმართ წავანაცვლებთ, აი ეხლა ნახეთ იმის ფართობი, სადაც მუხტი დაგროვდება, ეს შემცირდება. და ეს ფართობი, რადგან კვადრატული ფორმის იყო, ესე იგი ეგ იქნება ადრე იყო ეს პირველი იყო a კვადრატი, ეხლა ეს მეორე იქნება a გამრავლებული a მინუს დელტა l. ამიტომ ფართობი შემცირდება. ესე იგი ეს პირველი თუ იყო 100 სანტიმეტრი კვადრატი, ეს მეორე იქნება 10 გამრავლებული 8-ზე, ესე იგი იქნება 80 სანტიმეტრი კვადრატი. ამიტომ ელექტროტევადობა ის ფორმულა გახსოვს, ესე იგი C1 იქნებოდა ε0 ε S პირველი შეფარდებული D პირველზე, D-ზე ხელი არ გვიხლია, ამიტომ D-ს გავუკეთებთ ნორაფერ ინდექსს. C მეორე იქნებოდა ε0 ε S2 იგივე D-ზე. ეხლა C1 რო გავყოთ C2-ზე, ეგ იქნება S1 S2-ზე. ამდა ეს გამოვა ესე იგი a კვადრატი a მინუს l-ზე. ეს კვადრატი და a გაიკვეცება, ეს იქნება 10 მერვედი. ანუ 1.25. ამდენჯერ შემცირდება.